მოგესალმებით, დღეს განვიხილავთ რამდენიმე ამოცანას მოცულობათან დაკავშირებით კუბზე და მართკუთხა პარალელეპიპედზე. თქვენ აქ ხედავთ კუბის ფიგურას და ასევე მართკუთხა პარალელეპიპედის ფიგურას და მათზე მოცულობის ჩამწერ ფორმულებს და ვნახოთ თითოეული ცალ-ცალკე და განვიხილოთ მათზე ამოცანები. კუბის მოცულობა. როგორც ვიცით, კუბის ყველა წიბო ტოლია არის წიბო სიმაღლე a, სიგრძეც a და სიგანეც a, სიგრძე, სიგანე და სიმაღლე იგივეა, ერთმანეთის ტოლია, v მოცულობა უდრის ერთმანეთზე ნამრავლის სიგრძე, სიგანეზე, სიმაღლეზე და რადგანაც ეს სამივე სიდე და იგივეა, ეს მოკლედ ჩაიწერება როგორც a კუბი. მოდი ვნახოთ პატარა მაგალითი კუბის დათვლასთან დაკავშირებით. თქვათ, კუბი გვაქვს, რომლის სიგრძე, სიგანეც და სიმაღლეც არის 5 მეტრი. ამიტომ შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ v მოცულობა უდრის 5 ნამრავლი 5-ზე და კიდევ ნამრავლი 5-ზე. იგივეა, რაც 5-ის მესამე ხარისხი, ანუ კუბი და ეს არის პასუხად 125. პასუხად უნდა დავწეროთ 125 თავისი ზომის ერთეულით, ამ შემთხვევაში მეტრ კუბი. მოცულობა მაგალითად რომ დავითვალოთ კონკრეტულად აი ამ ფიგურის მართკუთხა პარალელეპიპედის, აქ სიგრძე უნდა გამრავლდეს სიგანეზე და გამრავლდეს სიმაღლეზე. თუ სიგრძე და სიგანე a და b-ი გვაქვს აღნიშნული, ხოლო სიმაღლე c-ი, მაშინ მოცულობა ითვლება შემდეგი ფორმით v უდრის a ნამრავლი b-ზე და ნამრავლი c-ზე. კონკრეტულად მაგალითად აქ ვხედავთ, რომ სიგრძეში არის 1, 2, 3 ერთეული, ანუ a უდრის 3-ს, სიგანეში b არის 1, 2, b უდრის 2-ს, ანუ პირველ შრეზე, როგორც ვიცით, მოთავსდება 3 × 2, ანუ 6, სიმაღლე კი არის 1, 2, 3, 4 ერთეულისგან შედგება, 4 კუბი იქნებოდა ჩადგმული და ასეთი პატარა კუბი რამდენი მოთავსდებოდა მართკუთხა პარალელეპიპედში, მაშინ v მოცულობის დათვლისათვის გვჭირდება, რომ 3 გავამრავლოთ 2-ზე და გავამრავლოთ 4-ზე, რაც არის 24. თუ ზომის ერთეული ამის იქნებოდა 3 სანტიმეტრი, 2 სანტიმეტრი და 4 სანტიმეტრი, მაშინ 24 ზომის ერთეულად ექნება 24 სანტიმეტრ კუბი. მოდი ვნახოთ თუ რამდენი ესეთი ზომის ერთეული 1 სანტიმეტр კუბი იყოს თითოეული ესეთი პატარა კუბის მოცულობა, 1 სანტიმეტр კუბის ერთეულის იყოს და ვნახოთ თითოეულ სურათზე რამდენი ასეთი პატარა კუბებისგან შედგება და ამ თითოეული ფიგურის მოცულობა რა იქნება. თუ კარგად დავითვლით, ამ შემთხვევაში წითელი არის 2, ყვითელი არის 2 კიდევ კუბი და აი ეს ძირი განლაგება მწვანე კუბების იქნება 3 და ანუ 5. ანუ გვაქვს რომ 2 პლუს 2 პლუს კიდევ 5 გამოვა რომ არის 9. ანუ ამის პირველ ნახაზზე მოცემული ფიგურის მოცულობა იქნება 9 სანტიმეტр კუბი. მეორე ნახაზი უფრო ადვილი ფორმატით არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, ანუ დავწერთ 8 სანტიმეტр კუბს. შემდეგი სურათით როგორც ხედავთ, პირველი შრე მთლიანად შევსებულია და 2 კუბი არის 4 ფორმით 4-ჯერ, ამიტომ 2 × 4 8 ცალი იქნება ძირა შრეზე, რაც შევსებულია მთლიანად, ზემოთ თითო კუბი არის დადებული, ანუ 2 8 პლუს 2 გამოდის 10 და დავწერთ შესაბამისად, რომ 10 სანტიმეტр კუბის მოცულობის არის. შესაბამისად, აქ შეგვიძლია რაც თვალნათლივ ჩანს 1, 2, 3, 4, 5, 6, შეგვიძლია დავწეროთ 6, მაგრამ არ უნდა შევცდეთ, იმიტომ რომ 6 არ არის ამ შემთხვევაში პასუხი, რადგანაც აი ეს თითოეული კუბი, რაზეც აქ არის დადებული, ის არის კიდევ ერთი შესაბამისი კუბი და არის ამ შემთხვევაში 7 სანტიმეტр კუბი. ეხლა განვიხილოთ მაგალითად ამოცანა, რომელიც ჩვენ გვეკითხება ასეთ ფორმას. გვაქვს ფიგურა მოცემული და რამდენია მოცემული ფიგურის მოცულობა, გვკითხულობს ასეთი ფორმით, თუ ერთი პატარა კუბის წიბო სიგრძე არის 2 სანტიმეტრი. აი აქედან აქამდე, აი წიბო არის თქვათ 2 სანტიმეტრი და რამდენი არის მოცულობა. მოდი ჯერ დავითვალოთ კონკრეტულად რამდენი ცალი ესეთი პატარა კუბისგან შედგება. თუ ჩვენ
ძირაშრეს პირველ დალაგებას დავინახავთ, რომ მთლიანად შევსებული არის 2 კუბი, 1, 2, 3, 4 ჯერ, ანუ 2 ჯერ 4 გამოდის, რომ არის 8 და ამ პირველი შრის შემდეგ თავზე არის დადებული 1, 2, 3. ანუ შემდეგ ქვემოთ 8 პლუს 3 უდრის 11. ანუ ჩვენ მივიღეთ, რომ სულ 11 პატარა კუბისგან შედგება აი ეს კონკრეტული ფიგურა, მაგრამ ეხლა გვაქვს ის, რომ გვაქვს კუბი, რომლის წიბოს სიგრძე არის 2 სანტიმეტრი. მოდი დავხატოთ პატარა კუბი და დავითვალოთ თითოეული ამ პატარა კუბის მოცულობა. თუ ეს არის 2 სანტიმეტრი, ესეც 2 სიგრძე, სიგანეც და სიმაღლეც, მაშინ ჩვენ მოცულობა ვიცით, რომ კუბის მოცულობა ითვლება სიგრძე, სიგანე, სიმაღლე ერთ და იგივე რიცხვებია, 2 გამრავლებული 2-ზე, გამრავლებული 2-ზე. 2-ზე და მივიღეთ, რომ პასუხი არის 8. ანუ ერთი პატარა კუბის მოცულობა არის ამ შემთხვევაში 8 სანტიმეტრი კუბი. თუ ასეთი პატარა კუბები გვაქვს უკვე 11 ცალი, მაშინ საბოლოო პასუხის მისაღებად 11 უნდა გამრავლდეს 8-ზე და ვღებულობთ 88-ს. ანუ პასუხი არის შემდეგი, რომ მოცემული ფიგურის მოცულობა არის 88 სანტიმეტრი კუბი. გადავიდეთ ნახოთ შემდეგი ამოცანა და შემდეგი ამოცანა არის ასეთი. რამდენი პატარა კუბი უნდა ჩავამატოთ ნახაზზე, რომ მოცემულ ფიგურას რომ მივიღოთ მართკუთხა პარალელურები. მოდი დავაკვირდეთ. თუ კარგად დავაკვირდებით, ძირა პირველი შრე არის შევსებული, იმიტომ რომ პირველ შრეზე არის დალაგებული ფიგურები, ის კუბები ამ შემთხვევაში აქ დავაკვირდეთ, რომ აქ 2 კუბია, ანუ სიგანე არის 2, სიგრძეზე არის 4, 2x4. ყველაზე მაღალი სიმაღლე ამ შემთხვევაში არის 3 და თუ ჩვენ უნდა შევადგინოთ მართკუთხა პარალელეპიპედი, მაშინ უნდა შევავსოთ ესეთი ტიპის ფორმით, ხომ? და აი ეგეთი ფორმით უნდა შევავსოთ და დაიმატოს თავისი ეს კონკრეტული კუბები. მაგრამ სანამ შევავსოთ, შევსებული უნდა იყოს მოცულობით 2 ნამრავლი 4-ზე, სიგანე სიგრძეზე და სიმაღლეზე და გამოდის, რომ არის 24. ანუ 24 კუბისგან უნდა შედგებოდეს სრულად. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად შედგება 2 4-ზე არის 8, ანუ ძირა პირველ შრეზე შედგება 8 ცალი კუბისგან, შემდეგ მესამე შრეზე არის იქით 2 იქნებოდა, კიდევ 2, ანუ 5, 8 პლუს 5, 13 და კიდევ თავზე არის 2 პლუს ამას კიდევ 2, არის 15. ანუ სულ 15 თუ არის და 24 უნდა იყოს სრულად, 24-ს უნდა გამოვაკლოთ 15 და მივიღებთ, რომ 9 ცალი პატარა კუბი ეს საჭიროება, რომ შეივსოს აი ეს მთლიანი ფიგურა მართკუთხა პარალელეპიპედამდე. ანუ ჩვენი პასუხი არის 9. შემდეგ არის შემდეგი კითხვა, ამოცანა, რამდენი პატარა კუბისგან შედგება მოცემული ფიგურები. ეს თუნდაც დავალებად გქონდეთ, აქ თქვენ თვითონ დაითვალეთ, რამდენი პატარა კუბისგან შედგება. მოდი პირველს მე დაგეხმარებით და გავარკვიოთ, მეორე და მესამეს თქვენ თვითონ დაითვალეთ. ძირა შრეზე 3 2-ზე და თუ დავაკვირდებით 3-ზე თავისუფლად მთლიანად შევსებით ადის, ამიტომ 3 ნამრავლი 2-ზე და ნამრავლი 3-ზე სიმაღლეზე, ანუ მესამეც განზომილებაზე გამოდის, რომ არის 18 და ზემოთ კიდევ არის 3 კუბი, ანუ 18 პლუს 3 გამოდის, რომ არის 21. გადავიდეთ ნახოთ შემდეგი ამოცანები. მართკუთხა პარალელეპიპედის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე შესაბამისად არის 8 სანტიმეტრი, 4 სანტიმეტრი და 6 სანტიმეტრი. სულ რამდენი 2 სანტიმეტრიანი წიბოს მქონე კუბი მოთავსდება ამ მართკუთხა პარალელეპიპედში. მოდი გადავიტანოთ ეს მნიშვნელობები კონკრეტულ ნახაზზე, დავაწეროთ, რომ ეს არის სიგრძე არის 8, ეს არის 6 და სიმაღლე არის 4. მაშინ მოდი ჯერ ჩვენ დავითვალოთ თვითონ ეს მართკუთხა პარალელეპიპედი რა მოცულობისაა, ვიცით, რომ 8 უნდა გამრავლდეს 6-ზე, გამრავლდეს 4-ზე და 8x6 48, 48 უნდა გამრავლდეს ანუ 4-ზე და საბოლოოდ პასუხი გვექნება უკვე 192. ანუ გვაქვს, რომ 192 სანტიმეტრი კუბისგან შედგება.
თუ კუბს აქვს 2 სანტიმეტრის სიგრძის მონაკვეთი, მაშინ მოდი დავაკვირდეთ, რომ ამ კუბს მოცულობა ექნება 2 სიგრძე, 2 სიგანე და 2 სიმაღლის ვარიანტის შემთხვევაში 2/2-ზე, 2/2-ზე და გამოდის არის 8. ანუ 8 სანტიმეტრ კუბის მოცულობის მქონე კუბები რამდენი მოთავსდება და სულ თუ 192 არის მოცულობა, 192 უნდა გაიყოს ამ შემთხვევაში 8-ზე და საბოლოო პასუხად გვექნება, რომ იქნება 24 ცალი. პატარა კუბი დაგვჭირდება, რომ აი ეს მოცემული მართკუთხა პარალელურები შევისვას. შემდეგი ამოცანა არის ასეთი, რომ გიორგის ოთახის მოცულობა არის 36 მეტრი კუბი და მოდი ჩავენიშნოთ, რომ V დაგვისახელა, რომ არის 36 მეტრი კუბი. ოთახის სიგრძე არის 3 მეტრი და სიგანე 4 მეტრი. ანუ დაგვისახელა სიგრძე 3 და 4. ანუ ჩვენ რომ დაგვეთვალა რეალურად მოცულობა სიგრძე 3 უნდა გაგვემრავლებინა სიგანეზე 4-ზე და გაგვემრავლებინა კიდე სიმაღლეზე და ეს სიმაღლე არ ვიცით, ანუ C-ზე რაღაც რიცხვზე და უნდა მიგვიღო თურმე 36. მოდი აქედან დავწეროთ, რომ 36 უნდა მიგვიღო თურმე 3/4-ზე და 4/C-ზე. ანუ 36 რეალურად ტოლი ყოფილა 3x4 აქ 12/C-ზე. ესე იგი თუ მე მარჯვნიდან წავიკითხავ 12C უდრის 36 და C გამოვა აქედან, რომ 36 უნდა გაიყოს 12-ზე და C გამოდის 3-ის ტოლი. ანუ გიორგის ოთახის სიმაღლე ყოფილა 3 მეტრი. ნახოთ შემდეგი ამოცანა, მართკუთხა პარალელურს ჩამოაჭრეს კუბი. ნახაზე ჩამოჭრილი კუბი ყვითლად არის გაფერადებული, აი ყვითელი ფორმით ეს ჩამოაჭრეს თურმე. იპოვეთ ჩამოჭრის შედეგად დარჩენილი მართკუთხა პარალელურის მოცულობა. მოდი დავაკვირდეთ, თუ კუბი ჩამოაჭრეს და ეს არის 3, მაშინ ეს ფიგურა თუ კუბი ყოფილა, ეს ნაწილიც უნდა იყოს ამ შემთხვევაში 3-ის ტოლი. ესეც 3-ის ტოლი უნდა იყოს და ეს სიგანეც 3-ის ტოლი უნდა იყოს. სიგანე თუ 3-ია, ჩვენ მივხვდით უკვე, რომ ეს სიგანე 3 უნდა ყოფილიყო, სიმაღლეც 3 უნდა ყოფილიყო, თურმე როგორც ყოფილიყო რა პირობაში არის მოცემული და ჩამოჭრილი ფიგურა, რაც არის მართკუთხა პარალელურები, მისი განზომილებები, სიგრძე, სიგანე და სიმაღლე არის 7, 3, 3-ზე. ანუ ჩამოჭრის შედეგად მიღებული ფიგურის მოცულობა არის 7-ის 3-ზე ნამრავლი და კიდე 3-ზე ნამრავლი და მიიღება 21 გამრავლებული 3-ზე და მიღებული არის 63. ანუ პასუხი იქნება 63 მეტრი კუბი მოცულობის საზომი ერთეული. მოდი ვნახოთ შემდეგი ამოცანა, ასეთი ფორმის ქილაში ჩასხმულია 120 სანტიმეტრი კუბ მოცულობის წყალი, რაც ქილის მოცულობის 3/4. თუ ქილა გქონდა და ქილა წარმოადგენდა ამ შემთხვევაში რაღაც რაოდენობას, სიტყვაზე უცნობ x და მისი 3/4 ნაწილი, ანუ ქილა იყო თურმე დაყოფილი 8 ტოლ ნაწილად 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8 და აქედან 3/4, ანუ 3/4 რომ ავიღოს 3 ცალი ეს ტოლი ნაწილი, ტოლი ყოფილა 120. თუ ეს 3 ტოლი ნაწილი 120-ია, 1 ტოლი ნაწილი, ანუ 1/4 ნაწილი შეესაბამება 120 რომ გავყობმე 3-ზე და მიიღება რომ 40 არის, ხო? 40 თურმე შეესაბამება ერთ კონკრეტულ პატარა აი ამ ტოლ ნაწილს და ერთი კონკრეტული ტოლი ნაწილი თუ არის 40 სანტიმეტრი კუბი, მე მთლიანი ქილა უნდა წარმოვიდგინო, რომ არის 8/4, ანუ ესეთი ტოლი ნაწილისგან 8 ცალი უნდა ავიღო და ამიტომ 8 უნდა გამრავლდეს 40-ზე და მიიღება 320 სანტიმეტრი კუბი. და რეალურად რომ შევხედოთ, შეგვიძლია ესეთი ფორმით, რომ რაღაც რიცხვის 3/4 არის 120. ამისათვის როგორ ვაკეთებთ? 120 პირიქით უნდა გაყოფილიყო 3/4-ზე, ანუ უნდა გაკეთებულიყო, რომ 120 ამ შემთხვევაში გამრავლდეს 8/13-ზე და ვღებულობთ იგივე პასუხს, რაც არის ამ შემთხვევაში 320. გადავიდეთ შემდეგზე.
და ნახოთ ერთი ამოცანაც კიდევ ქილა 120 სმ3 მოცულობისაა. ქილის 5/6 ნაწილი წყლითაა ავსებული. რა მოცულობის წყალია ქილაში? პირდაპირ გვეუბნება თუ 120-იანი ან მთლიანად ქილა და მისი 5/6 ნაწილია შევსებული, პირდაპირ არის ესეთი ფორმა, რომ 120-ის უნდა დავითვალოთ 5/6 ნაწილი. 120-ის 5/6 ნაწილის დათვლისათვის ჩვენ ვიცით, რომ 6 ტოლ-ნაწილად უნდა დაიყოს ეს ამ შემთხვევაში და 5 ავიღოთ. ესე იგი 120 უნდა გაიყოს 6-ზე, მიიღება ამ შემთხვევაში 20 და ეს 20 უნდა ავიღოთ 5-ჯერ და არის თურმე 100. და პასუხი იქნებოდა 100 სმ3. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ შემდეგი ფორმით, როგორც ვიცით, რიცხვის ნაწილი რომ იპოვოთ, ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ ამ ნაწილზე, პირდაპირ 5/6-ზე, აქ შეკვეცაში შემოყვებოდა 20, ისევ იგივე პასუხი 100 მიიღება ამ შემთხვევაში. მადლობა ყურადღებისათვის, წარმატებებს გისურვებთ.